ნიკოლოზ გვარიშვილი 8 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ცეკვავ ანსამბლ ლილეში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ახალი ილეთების სწავლა. ყველაზე ადვილი იყო ნასწავლი ილეთების გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. მთიულურში მე ვცეკვავ სოლოს. ჩემი საყვარელი ილეთია ეს. ლილეში ჩემი ქორეოგრაფია ნუგზარ მიქაძე. ის არის მხიარული, ცოტა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ძალიან მინდა ნუგზარ მასწავლებელზე კარგად ცეკვავდე. უკვე ორჯერ მქონდა კონცერტი და ვარ მესამე ტურში. უფრო მომეწონა პირველი კონცერტი, იმიტომ რომ იქ ჩუქი ჩაქრა და ვერაფერი ვერ დაინახეს. ლილეში ბიჭებით ცეკვავთ და გოგოებით. უფრო კარგად ცეკვავთ ბიჭები, იმიტომ რომ უფრო ბევრს შრომობთ. გოგოები ასეთ განან და არაფერს არ აკეთებენ. შემდგარ შევიცეკვებ მთიულურსაც და აფხაზურსაც. შეყვარებული ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცინდი, რომ ჩემზე პატარა იყო. ცოლს მოვიყვა იქნები 30 წლის. ჩემ შვილებს დავარქვე ვახოს და ბარბარეს. ჩემ ცოლს დავარქვე კეთის. მე ვაპირებ კიდევ ეცეკვე მთელი ცხოვრება. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი. 1 წელია რაც ვთამაშობ კოლუმბაში. ვარ ძალიან კარგი მარცხენა თავდამსხმელი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში მაქვს 3 კარგი გოლი გატანილი. 1 დღეს გავიტანით და ამ გოლით მოვიგეთ ფინალი. ეს მედალი და სიგელი გადმომცეს როგორც ჩემპიონს. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რობერტო კარლოსი და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე რო გავისტები მინდა გამავიდე ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდა და გამოვშვილიყავი მოცეკვავე. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი მყავს, კარგი მეგობრები და მხიარული. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ლუკა გოგუაძე. ყველაზე მშვიდია გიორგი ბარამიძე. ყველაზე ბედნიერია ლევან ბერიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ცელქი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთინა სიცხლაძე. იმიტომ რომ კარგად ასწავლის, კარგი მასწავლებელია, ლამაზია. ნამშვიდია. კიდევ ძალიან მიყვარს ჩემი დამეგებელი მანანა დევაძე. ძალიან გამიმართლა ჩემ ყველა მასწავლებელში. ახლა მინდა ვიყო 19 წლის, იმიტომ რომ ვიქნებოდი პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობთ მე, მამა, დედა, ბებო და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ანა მარია. ის არის ლამაზი, მხიარული, ჭკვიანი და ცოტა ნერვებს მიშლის. როდის მიშლის და როცა ტელეფონში ვარ და რომ მართმევს. ჩემი აზრით ანა მარია გამოვა ექიმი. მამიკო არის მზრუნველი, კეთილი, მშრომელი და ყურადღებიანი. მე კიდევ არის ჩემსავით სიმპათიური. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ კბილი სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და მშრომელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ მსოფლიოში. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ბორშს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. ყოველთა შორის ძალიან ბევრი ადამიანი მომსგავსებს ჰარი პოტერს. მე ასევე მიყვარს მოთქმების ყურება და ჩემი საყვარელი მოთქმია ზამბეზია. დედას უნდა ეჯახი რომ მქონდეს გახვდებოდი მილიონერი. ვერ ვფიქრობ რომ მე მქნება სახლს ვიყიდი, თვით ფრინავს ვიყიდი, ბაიკს ვიყიდი, მანქანას ვიყიდი და კიდევ აუცილებლად ვიყიდი მადრიდის რეალს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის დედას რო გაახარებ, მამასაც რო გაახარებ.
კარგად რო ისწავლი, ათიანებზე რო ისწავლი, კარგად რო მოიქცევი, დედას და მამას რო დაუჯერებ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.